შენ სამხედროობით რა ხარ მეგობარო ქრისტიანი ხო? მართლმადებელი ქრისტიანი. კი ბატონო, მე ვარ ქრისტიანი მართლმადებელი. შენ? პანთეისტი ვარ. კი ბატონო. ვიმშელოთ მაშინ. დავიწყოთ. ვიმშელოთ. დებატი. ვიმშელოთ. პირველ რიგში ანუ სამხედროობას რაც შეადგენს ეთიკა, ეპისტემოლოგია და ონტოლოგია. კი ბატონო. ეთიკასთან დაკავშირებით მაინტერესებს შენ ამ შემთხვევაში, ანუ სამხედროში რა ფორმით გაქვს, თუ გაქვს? მე ვარ მორალურ ნიჰილიზმის პოზიციაზე. მორალი არ არის ობიექტური. ხო, ანუ მორალი არ არსებობს საერთოდ, ხო ასე? ხო, ანუ მორალი როგორც ობიექტური კანონზომიერება არ არსებობს, კი ბატონო. ხო, ანუ იგივეა თქვა რომ მორალი არ არსებობს, კი ბატონო. ხო, და აი რა მაინტერესებს, ანუ სიტყვაზე სხვებმაც რო კარგად გაიგონ შენი პოზიცია რა. ეხლა ცოტა პროვოკაციული კითხვა არ დამისვა, როგორც. არა, კითხვა მაქვს, კონკრეტულად. პატარა ბავშვის წამება თუ არის? აი, ვიცოდი, აი მაგიტო გითხარ ეგეთი კითხვა არ დამისვა თქო. ანუ შენი სამხედრო მიდის ლოგიკურად მაგდასკვნამდე და ანუ ერთი წუთი კი კითხვაზე მიპასუხე, არის თუ არა პატარა ბავშვის წამება ობიექტურად ცუდი, კი თუ არა? არა, ობიექტურად ცუდი სამყაროს მიმართებით. ანუ კითხვას გიმეორებ, ობიექტურად ცუდი არის თუ არა? პატარა ბავშვის ობიექტურად, აი ეგეთ კითხვას რატომ ისმი? ანუ გეკითხები, იმიტომ რომ ანუ ამ შემთხვევაში შენი უყურე მომისმინე 2 წამი. ნახე, შენი სამხედრო თუ მიდის რაღაცა, ანუ ამ შემთხვევაში რაღაცა წინა პირობებით კონკრეტულ დასკვნამდე. აი დავუშვათ არ არის ობიექტურად. არა, ანუ დაუშვათ არა. ანუ ნახე, აი დედუქცია. კარგი მაშინ ესე გიპასუხებ, არა. ხო, ანუ პატარა ბავშვების წამება არ არის ობიექტური. გასაგები. რატო აპელირებ? ანუ ეხლა ნახე, ამ შემთხვევაში პრობლემა რა არის? ანუ რა პრობლემაა გეტყვი. ნახე, ანუ ჩემი აზრით რასაც ვერ ხვდები ეს არის რომ თუ ანუ ცუდი და კარგი საერთოდ არ არსებობს. თვითონ არა, ცუდი და კარგი არსებობს. კეთილი და ბოროტი არ არსებობს. ხო, ნუ კეთილი და ბოროტი. ანუ ღირებულებები, ობიექტური ღირებულებები არსებობს შენი აზრით, მაგალითად. არის თუ არის ღირებულებაში რას გულისხმობ? მაგალითად, არის თუ არა ადამიანი ობიექტურად უფრო მეტად ღირებული ვიდრე ქვა? სამყაროსთვის სულ ერთია, არა, არ არის ეგრე. კი ან არა მიპასუხე კითხვა. არა. ხო, ნახე რა პრობლემა გაქვს, ნახე. მაშინ გამოდის რომ თუ ობიექტური ღირებულებები არ არსებობს, ცოდნას არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი დანიშნულება. რის გამოც მისი მიღებისკენ უნდა ისწრაფოდე. ასე რომ ანუ შენი საერთოდ მცდელობა სიტყვაზე სადებატო დამოსვა, ანუ არამიზნობრივია. ანუ მიზეზი და მიზანი არ აქვს. კი ბატონო, არ აქვს. როგორც სამყარო არის ნიჰილისტური და სამყარო არის ქაოტური და სამყაროს არანაირი აზრი არ გააჩნია გარდა ერთადერთი, ნუ შოპენჰაუერის იმას თუ ანუ მამოძრავებელ დრაივს ავიღებთ სამყაროს ერთადერთი აზრი და თავად სამყაროში არსებული მოდუსების აზრი და არსი არის თავად არსებობა, ანუ ირაციონალური სამყაროს აზრი არ გააჩნია ვთქვი, ხო? ერთი წუთი, ირაციონალური ბრმა ძალა, რომელსაც აქვს ერთი დანიშნულება, რომ იარსებოს. როგორც ჩენ, როგორც ქვას ატომებს ასე. ანუ ამ შემთხვევაში შენ გვაქვს რაციონალურობის შესაძლებლობა საკუთარ თავში. შენ თვითონ. რაციონალური არსება ვარ თუ არა მე? კი. ირაციონალური სამყარო და როგორ გამოვიდა რაციონალური არსება? ჩემი კითხვა. იმიტომ რომ ლოგიკის კანონს არ გეტყვი. სუბსტანციას აქვს პოტენცია იმისა, რომ გამოავლინოს თავისი მოდუსი ისევე როგორც ირაციონალურად, ასევე რაციონალურად ადამიანის სახით. ანუ სუბსტანციას აქვს უსასრულო ატრიბუტი, ხოლო ადამიანთვის ცნობილი არის მხოლოდ ორი: განფენილობა და აზროვნება. შენ ხარ აზროვნების და განფენილობის შერწყმის შედეგად გამოვლინებული მოდუსი. არა, ვიცი. მაგას არ გეკითხები, ვიცი. ნახე, სხვა რაღაცას გეკითხები. ნახე, ლოგიკის კანონი გეცოდინება წესით რო სიტყვაზე A-ში თუ არ არის არანაირი ფორმით B, ანუ ან აქტუალურად, ან პოტენციურად, ან ემინენტურად
ადამბე ვერ გამოვა. შენ თქვი, ანუ სამყარო და კი ბატონო, სამყარო არსებობს. ისე იდეაში პანთეისტი თუ ხარ, შენ თუ სამყარო არის ყველაფერი ერთად აღებული. ამიტომ როცა სამყარო არარაციონალურია და მე ამბობ რომ მე რაციონალური ვარ, ანუ მან ხარ მოსიარულე კონტრადიქცია. ანუ შენ თავს არ მოსიარულე კონტრადიქცია. არა გეტყვი აგის, ნაგის. მე რო თქვა რომ ქვა არ არსებობს. საერთოდ სამყაროში, მაგრამ ქვა მე მიჭირავს ხელში. ანუ კონტრადიქცია იქნება თუ არა ეგ? არა, უყურე. მომისმინე. თავად სამყარო მე ვარ რაციონალური არსება. და მართალი ხარ იმაში, რომ მე ვარ სამყაროს ნაწილი და პანთეიზმი არის ერთიანობა რა. პანთეიზმი არის ყველაფერი არის ღმერთი. ანუ შენ ვერ იტყვი, რომ ქვია, მთელი სამყარო არის რაციონალური. არამედ სამყაროს კონკრეტული ის მოდუსი არის რაციონალური. ანუ ჩალისკას რატო უტევს სამყარო დაახასიათე როგორც ირაციონალურად და სამყაროში თუ რაციონალურად. მოიცა ჩალის ეგეთი რაც არა, ანუ რაც ქვია ჩალისკას უტევს. გეტყვი, ნახე, სამყარო დაახასიათე ირაციონალურად. არა, უყურე. ეგ არის პიროვნული გაუგებრობის ფალას, რასაც შენ აკეთებ, უყურე. მე სამყარო ირაციონალურად კი არ დამიხასიათებია. სამყაროზე თქვი რომ ირაციონალურად. არა, არ მითხოვს ეგეთი რაღაცა. მე გითხარი რომ სამყაროს არ გითხოვს. არა, ერთი წუთი დავასრულებ, უყურე. სამყაროს აქ მეთქი ირაციონალური ნებელობა. იცი რა არის ნებელობა? ნებელობა არა, მითხარი რა არის ნებელობა. ირაციონალური ნებელობა, ანუ სურვილი ირაციონალური არსებობისა. ეგ ეს და სამყარო ირაციონალური რა არის? ანუ ნებებელია სამყარო, ნება გააჩნია? აი უყურე, ნება, აი შენ ნებას განიხილავ ადამიანის მიმართებით. ნებელობა არის, აი რატომ ნებას ადამიანთან მიმართებით ვაფშე არ განვიხილავ, კითხვას გისვამ. სამყაროს გააჩნია ნება, მაგას იძახი, ანუ ნებებელი. რაციონალური, კი, უყურე, შოპენჰაუერი გეცოდინება. შოპენჰაუერის მიხედვით სამყაროს გააჩნია, არა მარტო სამყაროს, რა ყველაფერს, ამ სამყაროს ყველა ნაწილს გააჩნია ბრმა ირაციონალური ნებელობა არსებობისა. აი, ანუ კითხვას დაუბრუნდეთ. ანუ იგივე რაღაც გეუბნები. ამ შემთხვევაში, ანუ შენთან მაგ კითხვა რა. ხო იძახი რომ სამყაროს გააჩნია ნებელობა. ანუ სამყაროს ირაციონალური ნებელობა. ანუ შენ გაგაჩნია თუ არა რაციონალური ნებელობა? ამ შემთხვევაში. არა, უყურე, რაციონალური ნებელობა არ არსებობს. შენ რო არსებობს. აი, მშვენიერი. ერთი წუთი. ცხოველი რაციონალურია. კითხვა დამასმენელი. ცხოველი ხო არ არის რაციონალური? ხო, მაგრამ შენ ხო ამბობ რომ შენ ხარ რაციონალური. არც ატომები არ არიან რაციონალურები. არც პლანეტები. ორი წამი. გისმე. შენ ხო ხარ რაციონალური არსება. შენ თუ ნება გაგაჩნია, გამოდის თუ არა რომ შენ რაციონალური ნება გაგაჩნია? არა. უყურე. ხო და მაშინ არა, ერთი წუთი. არ გესმის, ერთი წუთი რა. ორი წამი კითხვა და მაშინ თავარი მამოძრავებელი. ერთი წუთი. ანუ არასწორად გიგებ რას გეუბნები. ანუ მესმის კითხვა, გაიგე, ანუ რასაც ანუ 9 უყურე, თუ უყურე, მე ვარ რაციონალური არსება რა, რომელსაც გამაჩნია ირაციონალური ნებელობა, როგორც გააჩნია ყველა იმას, რა ქვია. ხო და ანუ კითხვა დამასმენელი, თავი გისვამ კითხვას. ანუ წერან შემოვიდი რომ სამყაროს გააჩნია ნება. ანუ კარგი, ირაციონალური ნება. შენი აზრით ნება შეიძლება არსებობდეს ნებებელის გარეშე, ანუ ცალკე როგორც აბსტრაქტული ბუნებით თვისება. არა, არ არსებობს. ანუ სამყარო არის ირაციონალური ნებებელი, ამას ამბობ, ხო? სამყარო რა არის შენთვის? არსებობა რას ნიშნავს? დეფინიცია. კიდევ ერთხელ გეკითხები, ანუ სამყარო არის ირაციონალური ნებებელი. კი, ხო, დაუყურე შენ სამყაროს ასეძახი გამიმატებია. ანუ შენ სამყაროს ანუ განიხილავ როგორც პიროვნებას, ეხლა ანუ მიხვდი თუ არა? არა, აი, ნახე რაზეც დამეთანხმე, ნახე სამყარო თუ არის ირაციონალური ნებებელი, ანუ თვითონ ნებებლობა, ეს არის პიროვნული მახასიათებელი, ანუ ვიღაცას ბიჭო ერთი წუთი. სამყაროში რას გულისხმობ მითხარი? და არსებობა გაინტერესებს არის ჩემგან, გინდა გითხრა არსებობა რა არის? არა, ერთი წუთი. სამყაროში რას გულისხმობ? სამყარო რა არის? სამყარო შენთვის არის ყველაფერი ერთად, ხო ასე? ანუ ყველაფერი აღებული, ხო? ხო, ანუ უყურე, ყველაზე პრიმიტიული მაგალითი სამყაროსი. სამყაროს დეფინიციის. დროსებსაში არსებობა, ეს ხო არის ყველაზე პრიმიტიული მაგალითი. უფრო პრიმიტიული რაღაცების მოვისმინე წეგანმა, ანუ ყოველ შემთხვევაში. ეს თუ პრიმიტიულია, მაშინ მთელი ანუ ნახე, ოღონდ გეხოცების სხვა საკითხზე არ გადახვიდი, ანუ რასაც გეკითხები იმაზე თუ გამცემ პასუხს, კარგს იცი. აუ, გისმი. ნახე, ანუ შენ წეგან დამეთანხმე კითხვი, ანუ ლაივი იწერება და შენ თქვი რომ სამყარო არის ირაციონალური ნებებელი, ანუ შენი სიტყვებია. და სამყაროს გააჩნია. შენ მდგომარეობ, შეხედე, ანუ შენ ხო აღიარებ რომ ადამიანი ყოველთვის არ არსებობდა, ხო ასე? კი ბატონო.
გასაგებია. შესაბამისად, ანუ არსებობდა აზროვნება, ხო? ანუ შენ ხო მოაზროვნე არსება ხარ. და აზროვნება. კი ბატონო, ანუ აზროვნება შენ არსებობამდე ხო არსებობდა? კი ბატონო. ხო და ნახე, ხო და მაგას გეკითხებოდი მე. ლოგიკურად ალბათობა არის მაგისი არსებობდა. ეხლა ჩვენ ემპირიულად მაგას ვერ გავიგებთ, მაგრამ ხო იცი ემპირიზმი არ არის მაინც და მაინც ერთადერთი წყარო, რითიც შეგიძლია ჭეშმარიტებამდე მიხვიდე. ჩემი აზრით ემპირიციზმი საერთოდ არ არის წყარო, ანუ ამ შემთხვევაში რაციონალური ცოდნის გარეშე, მაგრამ სხვა რაღაც გეუბნები, ნახე. ანუ შენ თუ ვიტყვი რომ აზროვნება არ არსებობდა, ანუ მე გეტყვი რა პრობლემა გექნება, მაშინ აზროვნება ვერც ვერ არსებობდა. რატო ვერ არსებობდა? იმიტომ რომ არ არსებობიდან არსებობაში არაფერი არ გადმოდის, თუ ეგ რაღაც ანუ რაიმე ფორმით არ იმყოფება. ანუ აი იმიტომ არ არსებობდა. მე ვინ გითხრა რომ პანთეიზმი მაგას ამობს. ხო და გავიგე, მაგიტო გეკითხები შენ თუ აღიარებო აზროვნება აი ყურე წერ რომ წრე აიღე როგორც სამყაროთ. სამყაროში და ეს წერტილები აიღე მოდუსებად. მისმინე ისა სანემს კი აზრის გამოტანის სერიოზული პრობლემები ვიცანი და გეტყვი რატო გაქვს პრობლემები ნახე უძმეს ვიცანი აბა სახელი ეხა აქ გეუბნები აქ მე და შენ ვსაუბრობთ გამომდინარეობის კანონზე რა შენ კი ბატონო გამომდინარეობის კანონზე ნახე ანუ ჯერ გეტყვი რა შეგეშალა ანუ ჯერ ესეთი მან ემპირიციზმი არაფერ შუაში არ არის კაცო ემპირიულად რაღაცას როგორ დავადასტურებთ როცა ვსაუბრობთ ადამიანის სანამ არსებობდა დაიწყებდა მაგამდე მაგიტო გეკითხები ანუ აზროვნება თუ არ არსებობდა მეთქი არსებობდა აი არსებობდა ანუ წეღანამდე ლოგიკურად უნდა არ ვამბობ ეგეთ რაღაცას უყურე აი ჩაწერილია და ჩაიწერე უყურე მაგრამ ნახე სხვა კითხვა და მას მე ეს გეტყვი რა აზროვნება არსებობდა აი აზროვნება არსებობდა კითხვა და მას მე ნახე აზროვნება თუ არსებობდა ანუ ამ ფორმით არსებობდა კი ბატონო აზროვნება არსებობა როგორ არის შესაძლებელი მოაზროვნის გარეშე ეს კითხვა ხო და ამახსნევინე უყურე უყურე პანთეიზმის სუბსტანციას ხო აქვს ორი ატრიბუტი ნუ იდეაში უსასრულო აქვს მაგრამ ადამიანის ცნობილი არის როგორც ორი ატრიბუტი განფენილობა და აზროვნება ეს აზროვნება ჩვენი სახით არის გამოვლინებული ამ დროის კონკრეტულ მონაკვეთში თორე შესაძლებელია ლოგიკურად ჩვენამდე სხვა სამყაროში სხვა წრის წერტილში როგორც წეგან ვახსენე მან ყოფილიყო გამოვლინებული ანუ უყურე ეხლა შენ სხვა სამყაროს როგორ იტყვი სიტყვა სამყაროში თუ გულისხმობ ყველაფერი ერთად აღებული სხვა სამყარო ანუ ფალასი არა უყურე სხვა სამყაროში გულისხმობ ანუ observable universe-ის ანუ სხვა კონკრეტულ მოდულს რა ხო მაგრამ ეგ სიტყვა არ უნდა თქვა შენ ანუ სამყაროს ეგ არის ეკვივოკაცია უყურე მაგას მნიშვნელობა არ აქვს მე სანემსკი ეკვივოკაცია იცი რა არა უყურე მომისმინე ეკვივოკაცია იცი თუ არა რა არის ერთი წუთი მომისმინე ეკვივოკაცია იცი რა არის ერთი წუთი მე თუ ვამბობ ითუ არა მიპასუხე ეკვივოკაცია ერთი წუთი კი ვიცი ერთი წუთი მომისმინე რა არის მითხარი ერთი წუთი მომისმინე რა არის მითხარი ეკვივოკაცია ერთი წუთი მომისმინე დამასრულებინე რა ანუ რა შეიძლება ეკვივოკაცია რა არის ან გავარდები მომისმინე ერთი წუთი რატო არ მასრულებინე 10 წამი გაქვს რომ ეკვივოკაცია მითხარ რა არის ბიჭო ერთ წუთი რაც ახსნა მინდა რა რაც ქერცალი რაც წამი ეკვივოკაცია რა არის რას საკეთებ ბიჭო რატო არ მაცდი რაღაცის თქმა მინდა და მაცდი რა ერთი წუთი იმიტომ რომ ეკვივოკაციას ანუ საკითხში ვერ ერკვევი სამყაროში ამბობ რომ იძახი რომ ყველაფერს ერთად გულისხმობ აღებულს და ამბობ ხო და უყურე მომისმინე დეფინიციას განვმარტავ ერთი წუთი სხვა სამყაროში გულისხმობ ანუ უყურე იდენტობას არ ვარღო გესმის იდენტობას არ ვარღო გესმის მე ანუ სხვა დეფინიცია არ ვარღვევ მე გეუბნები ბიჭო ერთი წუთი ამახსნევინე ანუ რატო დემაგოგობ ხა ამახსნევინე რა დამთავრებინე ლაპარაკი ერთი წუთი მე ვლაპარაკობდი ერთი წუთი ჩავა კარგად იწავდი რაც მაურა ამის ლაპარაკი დამაცადე ერთი წუთი გეხვეწები არ გამჩნდა და მასაუბრე გაგიშვებ დამთავრებინე ლაპარაკი თორე გაგიშვებ ნახე ანუ შენ თუ სამყაროს გამოიყენებ სხვა დეფინიციით დებატის დროს ეგ არის ეკვივოკაცია გამიგე ეკვივოკაცია ეგ რასაც აკეთებ და სამყარო თუ ნიშნავს ყველაფერი ერთად აღებული სხვა სამყარო სიტყვა ფალასია იმიტომ რომ ყველაფერი ვეღარ ბიჭო არ არის ფალასი იმიტომ რომ გეუბნები რომ მე განვმარტავ დეფინიციას ვაძლევ რომ ფალასად არ ჩამეთვალოს გესმის რატო არ მისმენ ჯერ ესეთი ჩამეთვალ კაი ეს ოფიციალური დებატები არ არის ჯანდაბას ჩამითვალოს კარგი მოყვები კაი და რა ხო ანუ ეს ოფიციალური დებატები არ არის არა ჩვენ ხო არ ვძივათ მიკროფონებით რა ანუ არა არა მნიშვნელობა რაღაც აი სიტყვაზე ვიღაცა შეეშალა აი მაგალითს მოგიყვან ნახე სანემს ნახე რო ვიტყვა რატო დემაგოგო ერთი წუთი მომისმინე ბანკში მაგალითს მოგიყვან რა სიტყვაზე ნახე
ბანკში ავიღე ფული, რო გითხრა და ბანკში ვულისხმობ ბანკს და მე ეგ ბანკი რო გამოვიყენო სხვა სიტყვა და ამ შემთხვევაში სხვა. აი ეგ არის ეკვივოკაცია. ბიჭო, მომისმინე ხო და უყურე იდენტობის კანონი. ლოგიკით ჭედლიშვილის ლოგიკა წაკითხული გაქვს. მან პირველივე იდენტობის კანონში დაწერია წაკითხული გაქვს. ანუ შენ თუ მისცემ დეფინიციას და ვერ ერკვევი. ანუ წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე ეგ ლევინ ჭედლიშვილის ისა ლოგიკა. ხო და მომისმინე, ხო და მე ჩაგიგდებ. შენ თუ დეფინიციას მისცემ წინასწარ განსაზღვრებას თუ მისცემ სპინოზას ეთიკა წინასწარი განსაზღვრება მე ხო დაგასრულებინე რატო არ მოწ ბიჭო აი გაქთიშავ მეთქი გეუნები და ბოლომდე მომისმინე რასაც გეუნები ნახე შენ ბიჭო შენ არ მისმენ ერთი წუთი მე მომისმინე ბოლომდე მე დაგაცადე საუბარი გეუნები გაქთიშ შენ არ გესმის ჩემი ხმა ანუ მომისმინე ბიჭო მესმის და უყურე მე დაგაცადე ლაპარაკი და ეხლა ნებოებოს და შენს დამოცადე ბიჭო ბოლომდე მომისმინე რასაც გეუნები დამამთავრებინე შენ თუ აი მოგესმენ და მე შენს დამასრულებინე კითხვას დაგისვამ და კითხვაზე მიპასუხე ანუ კითხვაზე არ მიპასუხებ და ანუ ლაივი გაითიშება და თავიდან ჩავთვალ ნახე შენ თუ სამყაროს უკეთებ დეფინიციას ყველაფერი ერთად აღებული და მე მეორე წინადადებაში მეუბნები სხვა სამყაროს ანუ ეგეთ დეფინიციას თუ უკეთებ ხო და უყურე მომისმინე უშევ თუ არა ლოგიკურ შეცდომას კი ან არა მიპასუხე კი მაგრამ უშევ მაგრამ უყურებდი ანუ დეფინიციას ვაკეთებდი გესმის სამყაროში გულისხმობთ ხო დავაყოლე რას გულისხმობდი ეგ დავაყოლე ხო და არა დააყოლე არაფერი არ დააყოლე სანამ არ გითხარი და მე ბიჭო არ დამაცადე რანაირად არ დამაცადე რანაირად დამიყოლებინე არ დამაცადე აი ნუ ეს ერთი ეკვივოკაცია კაი ანუ არა ერთი წუთი დამაცადე მე ხო დაგასრულებინე ხო დაგასრულებინე დამაცადე ხა ჩვენ არ ვართ ოფიციალურ დებატებში არც მე არ ვზივათ რაღაც სტუდიაში და რაღაც გადაცემაში რომ ხა უაზრობაზე გამომეკიდო. ეხა ეს ერთი. უაზრობაზე არა. სხვა სამყაროში ერთი წუთი რა. სხვა სამყაროში გულისხმობა სამყაროს კონკრეტული სხვა რეგიონი და არა ჩვენი ეს სამყარო სადაც ანუ არა დამკვირვებ თუ observable universe-ი კაროჩი. ეს არ მიგულისხმება. ეს შენ ეგ დეფინიციაა სამყაროსე? ანუ მაგ დეფინიციას იყენებ? შენ მაგ დეფინიციას იყენებ სამყაროსე? შენ დეფინიცია არ გაქვს რომ სამყარო ღმერთია? ანუ ყველაფერი ერთად აღებული? ეგ დეფინიცია ხო? ხო, რა მნიშვნელობა აქვს სამყარო არის უმაღლესი ინსტანცია. აი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეგ არის ლოგიკური სამყარო არის აი, არა გავიგე. მომისმინე. დაუბრუნდეთ ხა ისევ საკითხს. ანუ აზროვნება როგორ ერთი წუთი მომისმინე, ერთი გამასრულებინე. ეკვივოკაციის გარშე აქცენი, რასაც ხსნიდი, და გისმე. ანუ როგორ არის შესაძლებელი არსებობდეს მოაზროვნის გარეშე. ამას გეკითხები, იმიტომ რომ აღიარებ რომ ადამიანი უყურე რაციონალურად თუ იმჟერებ ჩვენ თუ პანთეიზმი გვეუბნება, ნუ ხო, პანთეიზმი თუ გვეუბნება რომ აზროვნება და განფენილობა არის მუდმივად არსებული, მაშინ ადამიანი სანამ შეიქმნებოდა, არსებობდა მაქამდე მოაზროვნე არსებაც. ოღონდ არა ადამიანის მოაზროვნე არსება ყოველთვის არსებობდა ამაში მეთახვები. კი ბატონო, კი. შენ ხარ ჩვეულებრივი თეისტი. შენს მოსვიცავ. თეისტი როგორ ვარ? კი, იცი რატო? იმიტომ რომ შენ ტრანსცენდენტალურ და მეტაფიზიკურ არა, უყურე თეისტი, ეხლა ეგ შენ უშეფალოს. ანუ გეტყვი და თუ გინდა გადამოწე. შენ გჯერა მარადიული მოაზროვნე არსების. და ანუ შენ ხარ ჩვეულებრივი თეისტი, ანუ მორწმუნე ხარ რეალურად, ანუ თეისტური ღმერთის ხსნამს. ეგ რანაირად თეიზმს ჯერა ტრანსცენდენტალური, მეტაფიზიკური, პიროვნული ღმერთის, რომელმაც შექმნა სამყარო და სამყარო არ არის. შენ მოაზროვნეობა რო ჰიპოსტატიკურია, მაგას ხვდები თუ არა? ამ შემთხვევაში ვინმე თუ გასაგებია ეგ, მაგრამ მე უყურე შენ პიროვნული ღმერთის გჯერა. ფუნდამენტური განსხვავება რა არის თეიზმისა და პანთეიზმის. პანთეიზმის თავი რა არის? რატო ჩამოყალიბდა პანთეიზმი თუ იცი? ბიჭო, ძმობაზღების რატო მიხსნი, რაც ვიცი იმას, ანუ 9-ში. და რა არის, აბა რას ქვია შენ ჩაური თერაში თეიზმი. თეიზმი არ არის პანთეიზმი. შეგიძლია თქვა, ეხლა რომ არა მე თეისტი არ ვარ, მაგრამ სხვა რაღაცას გიხსნი. შენ ჯერა პიროვნული ღმერთის. შენ თქვი რომ უსასრულოდ არსებობდა მოაზროვნე. ანუ უსასრულოდ ეგ უყურე მომისმინე, ქრისტიანებს გჯერათ რომ იესოს გარდა სხვა ვინმე ღმერთია? ქრისტიანებს არ გჯერათ. ხო, უყურე პანთეიზმში მარტო მოაზროვნე კი არ არის ღმერთი. ერთიანობა არის ღმერთი. გესმის? შენ ხარ მოაზროვნე, ხარ კონკრეტულად ერთ ღმერთის ნაწილი. კი, მაგრამ ისა სანემსკი სხვათა შორის ისე ქრისტიანებსაც ჯერათ მადლით ღმერთობის, ხო იცი? ანუ ჩვენს გვჟერა რომ საბოლოოდ ქმნილება განიხტობა. ანუ ეგ ჩვენს გვაქვს მადლით ღმერთობის პრინციპი, კი. ანუ რეალურად ასე რომ ხო, ანუ დიდად აი ნახე. აი ხა მე მაქვს კითხვები შენთან რა. შენ თუ იზა
შენ თუ იძახი, ნახე, აი და შენ თუ იძახი, რომ ამ შემთხვევაში მე მჯერაო ეს რაღაც თუ იძახი. უსასრულო მოაზროვნე, ანუ მარადიული მოაზროვნე არსები, შენ თეისტური ღმერთის გჯერა, ასე რომ ჩვენ